მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ ინფორმაციას მორიგი წინასაარჩევნო დაპირების შესრულების თაობაზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, პირდებოდით მოსახლეობას იმ პერიოდის დასუფთავების დავალიანების ჩამოწერას, როცა ჩვენმა წინამორბედებმა დენზე მიაბეს დასუფთავების გადასახადი. ჩვენი დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობას ჩამოეწერება დავალიანება, რომელიც მათ 2011 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე დაუგროვდათ, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურზე იყო მიბმული დასუფთავების მოსაკრებელი. ეს არის ის კატეგორია მოსახლეობისა, რომლებიც ძირითადად სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან და რომელთა ჯამური დავალიანება 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოხდა სწორედ ესეთი უსამართლო ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატური ტარიფის დადგენა. მე ხას უსვამ, ერთის მხრივ ეს იყო უსამართლო ტარიფი და მეორეს მხრივ მოსახლეობის შემოსავლების არაადეკვატური ტარიფი, რომელმაც მაშინ თბილისელების სამართლიანი განაწყენება გამოიწვია, თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო. ჯამში ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსახლეობას 2015 წლის 1 იანვრიდან, როგორც უკვე გითხარით, 1 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოეწერება. აქვე მოუწოდებ თბილისის საკრებულოს განიხილონ და მხარი დაუჭირონ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების განხილვა დღეს ჩანიშნულია თბილისის საკრებულოს ბიუროზე და დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობით ის იქნება მიღებული. საზოგადოებას კი მივმართავ მომავალში აუცილებლად გადაიხადონ დასუფთავების მოსაკრებელი, რათა ამოღებული მოსაკრებლით შევძლოთ სისუფთავის შენარჩუნება დედაქალაქში. ამ ეტაპზე მოსაკრებლის მოცულობა მისაღებია და შემოსავლების ადეკვატურია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მოსაკრებლის პირობებში ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ჩვენს ქალაქში სისუფთავი. ძალიან დიდი მადლობა.